დავიწყოთ საეკლესიო განძეულობის ამოღება ყველაზე გააფთრებული და დაუნდობელი ენერგიით. უკან არ დავიხიოთ ნებისმიერი წინააღმდეგობის ჩასახშობად. განძეულობათა ამოღება ყველაზე მდიდარი ლავრებიდან, მონასტრებიდან და ეკლესიებიდან ჩატარდეს დაუნდობელი მოქმედებით. ამ საბაბით, რაც უფრო მეტ ბურჟუაზიისა და რეაქციული სამღვდელოების წარმომადგენლებს დავხრეთ, მით უკეთესი. ვლადიმერ ილიასზე ლენინი. მოგვიანებით 30-იან წლებში განძეულობისაგან დაცლილი და გაძარცული ეკლესიებიდან ჯართისთვის ზარების ჩამოხსნაც დაიწყეს. საქართველოში თითოეულ რაიონს ზარების ჩაბარების გეგმა დაუწესეს. მაგალითად, საბჭოთა საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილებით, ქუთაისს 4 ტონა უნდა ჩაებარებინა. ხონის რაიონს 3 ტონა, აბაშას, კასპს და ოზურგეთს 2 ტონა. ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელსახურ ერმალო ჩიმაკაძეს კომუნისტებმა ძალით გაპარსო დაუპირეს. როდესაც წვერზე მაგრატელი მიადეს სასულიერო პირს, გული გაუსკდა და გარდაიცვალა. ხობში კომუნისტებმა მამათა მონასტერში შეკრებილ ხალხს მოსთხოვეს დაეჩოქათ და პარტიის ერთგულებაზე დაეფიცათ. მონასტრის წინამძღოლმა არქიმანდრიტმა შიომ მრევლს მიმართა, არ შეესრულებინათ ეს მოთხოვნა. ამის გამო იგი დააბეს და ხალხის თვალწინ ძალდატანებით გაპარსეს. ზესტაფონში დეკანოს გიორგი ფერაძეს კომკავშირლებმა მრევლის წინაშე ღვთისმგმობელი სიტყვით გამოსვლა მოსთხოვეს. როდესაც ხალხი შეიკრიბა, დეკანოზმა ქრისტეს მოძღვრების გადაგება დაიწყო. იგი მდინარე ყვირილაში ჩააგდეს და თოფებით დაცხრილეს. გაზეთებში იბეჭდებოდა წერილები, სადაც მღვდლები საჯაროდ უარს ამბობდნენ ღვთისმსახურებაზე და ანაფორას იხდიდნენ. გაზეთი კომუნისტი 1923 წლის 22 აპრილი. მე სოფელ კადარის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი, ერმალოს ვასილის ძე თურქია. დავწმუნდირა, რომ სარწმუნოება ყოფილა სიცრუე და სიყალბე და იარაღი მუშათა კლასის მორჩილებაში ყოფისა. და მე მას ბრმად ვემსახურებოდი. ამიტომ დღეის რიცხვიდან ვსტოვებ ამ სამარცხვინო ხელობას, ღვთლობას, ვუბრუნდები პატიოსან მშრომელ გლეხობას და მასთან ერთად მსურს ვიცხოვრო ჩემი პატიოსანი შრომით. იმედი მაქვს, მშრომელი გლეხობა მაპატიებს დანაშაულს და მიმიღებს. მასობრივი ხასიათი მიიღო ტაძრების დაკეტვამ. გასაბჭოებამდე საქართველოში 1450 ეკლესია და მონასტერი არსებობდა. ანტირელიგიური კამპანიის დაწყებისთანავე კომუნისტებმა რამდენიმე თვეში 1212 ეკლესია დახურეს. გურიაში და სამეგრელოში არც ერთი ტაძარი აღარ მოქმედებდა. ეკლესიების დახურვის მხრივ ყველა რეკორდი მოხსნეს ქუთაისის მაზრაში, სადაც 2 თვის განმავლობაში 160 ეკლესია გაუქმდა. საზოგადოებრივმა სასამართლომ თავის სხდომაზე განიხილა რა მოქალაქეთა ჯგუფის მიერ აღძრული საქმე დაადგინა. პირველი, სარწმუნოება და ეკლესია, როგორც იარაღი გაბატონებული კლასების ხელში მშრომელთა ხალხის თვალყურის დასაბრმავებლად და გონების დასაჩლუნგებლად, დაგმობილ და უარყოფილ იქნეს საბოლოოდ. მეორე, სამღვდელოებას, როგორც ცრუ მორწმუნეობის გამავრცელებელს, მიესაჯოს გაგრეჯა. მესამე, სარწმუნოების ნაშთები, როგორიც არის ხატები, ჯვრები და სხვა, რომელთაც არ აქვთ რაიმე ღირებულება ხელოვნების ან მატერიალურის მხრივ, მოსპობილ იქნეს. ხოლო ისეთები, რომლებსაც აქვს რაიმე ღირებულება, გამოყენებულ იქნეს ხალხის სასარგებლოდ. საყდრები მოხმარებულ იქნეს კულტურულ განმანათლებელ საქმისთვის. ასე მარტივად და სწრაფად გადაწყვიტეს ბოლშევიკებმა მართლმადიდებლობის საკითხი. უფრო შორს წავიდნენ ქუთაისში. მართლმადიდებლობის გასამართლების შემდეგ სასამართლომ მოწამეთას მონასტერში დაცული წმინდანების, კონსტანტინესა და დავითის ნაწილების გახსნა დაადგინა. 1923 წლის 18 თებერვალს კომკავშირლებმა წმინდანთა ნეშტები მონასტრიდან გამოიტანეს და ეზოში შეკრებილ ხალხს
საზეიმოდ აჩვენეს. გაზეთმა კომუნისტმა ამ აქციას 2 მოზრდილი რეპორტაჟი მიუძღვნა. ამონარიდის სტატიიდან. ყველა შეუძლია დაინახოს ის უხრწნელი გვამები, რომლითაც გარყვნილი სამღვდელოება საუკუნეების განმავლობაში ჩვენს მამა-პაპად შეუბრალებლად ატყუებდა და სცარცვავდა ხალხს. რას ვხედავთ უხრწნელი ნეშტის მაგივრად, ცარიელი ძვლები, რომელსაც ხორცის ნატამარიც არ აქვს. კომუნისტებმა მოწამეთა ნეშტი მონასტრიდან ქუთაისში ჩამოიტანეს და ქალაქის ქუჩებში 2 კვირის განმავლობაში ორმით დაატარებდნენ. იგივე მოხდა ნიკორწმინდაში, სადაც ნიკორწმინდის თემის კრებაზე ტაძრიდან წმინდა ნიკოლოზის მკლავი გამოიტანეს და საჯაროდ დაწვეს. წმინდა ნაწილები გაიხსნა სიღნაღის მაზრის სოფელ ბოდბისხევში, ხარაგაულის მაზრის სოფელ მელისკარში და კახორაში, ზუგდიდის მაზრის სოფელ ყულისკარში. ქვეყანა თითქოს შეიშალა. ბილწავდნენ საკურთხეველს, მირონით იწმენდნენ შექმებს, აფურთხებდნენ წმინდანთა გამოსახულებებს. ლეჩხუმში აღდგომის ღამეს კომუნისტებმა დაწვეს ლაილაშის ეკლესია. ჭიათურის რაიონის სოფელ ჩხიროულში პარტკომის ინსტრუქტორმა შუკაგიძემ ხალხის თვალწინ მაუზერი დახვრიტა ხატად.